არის ერთი ნახევრად ანეკდოტური იგავი მოლან ნასრედინზე. ის ყადია და ერთ-ერთ საქმეს ჯის, მოვა ერთ-ერთი მოსარჩელე, თავის სიმართლეს და გასაჭირს მოუყვება, მოლა ეტყვის შენ მართალი ხარო და სახლში გაუშვებს. შემდეგ მოვა უკვე მეორე მისი მოწინააღმდეგე, ისიც მოუყვება საკუთარ გასაჭირს და მოლა მასაც ეტყვის შენ მართალი ხარო. ამ ყველაფერს ისმენს მოლას პატარა შვილი, რომელიც იქვე მეზობელ ოთახშია ჩასაფრებული და გამოვა და მამამის ეტყვის, როგორ ხდება ეს ამბავი, თუ კი ორი ადამიანი სრულიად საწინააღმდეგო რამეს გეუბნება და ორივე მართალია. მოლა თავის შვილს მიუგებს, შენც მართალი ხარ. ლიტერატურა ზოგადად სწორედ ასეთი სიმართლეებით ხედვის საგანია, ყველა ჩვენგანს გვაქვს საკუთარი რაკურსი მისი ხედვით, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ უნდა შევეცადოთ დავინახოთ ისე, როგორც არა მხოლოდ ესთეტიკურად სასიამოვნო, არამედ როგორც მოქალაქეობრივად სასარგებლო საქმე. ცხადია, ტექსტები დიდწილად არ იწერება ხუთოსან ამ სიტყვის არა კარგი, არამედ კიჩური გაგებით პერსონაჟებზე, მაგრამ მეორე მხრივ ბუნებრივია ტექსტებს დიდი ჰუმანისტი ავტორები წერენ და ყველა მათგანში შეგვიძლია დავინახოთ ის, რამაც შეიძლება ჩვენ ახლა მკითხველები ან ის მკითხველები, რომლებიც ამ ყველაფერს სკოლის ასაკში ეუფლებიან, კარგ მოქალაქეებად ჩამოგვიყალიბონ. მე და ჩემი მეგობრები ხშირად ხუმრობთ ხოლმე მაგალითად ვეფხვის ტყაოსანში ერთ ეპიზოდზე თუ მას მაინდა-მაინც პირდაპირ მნიშვნელობით გავიგებთ, ანუ გულისხმობ ავთანდილის წასვლას ტარიელის საძებნად, რომ წარმოვიდგინოთ ეს როგორც რეალური ფაქტი, ბუნებრივია წარმოუდგენელია ჩვენი ამჟამინდელი ან ყოფილი ან მომავალი თავდაცვის მინისტრი ასე 3 წლით ვიღაც უცხო ადამიანის საძებნად წავიდეს. ლიტერატურა არ არის ცხადია საკითხის ბუკვალურად და პირდაპირ გაგების საგანი, მაგრამ ლიტერატურაში შეგვიძლია აი ამ ერთი შეხედვით უცნაური და ყოფითი ცხოვრებიდან ამოვარდნილი ფაქტი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამე დავინახოთ. მაგალითად ინტერესი უცხოს მიმართ. რეალურად ავთანდილის მიერ ტარიელის ძებნა ამ შემთხვევაში არის საკუთარი თავის. ჩვენ უკან გრიგოლ რობაქიძის წიგნი გვიმშვენებს ამ შემთხვევაში ზურგს სხვა ჩემის ძებნა. ანუ რეალურად ეს არის უცხოს შემეცნების აქტი მთლიანად და ამავდროულად ამ უცხოს შემეცნების აქტთან ერთად საკუთარი თავის პოვნის აქტიც. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია თუ კარგად დაუკვირდებით ამ ამბავს მივხვდეთ, რომ ის ვინც ერთი შეხედვით უმნიშვნელო და გაუგებარია, შეიძლება პოვნის მერე და გაცნობის მერე გახდეს მნიშვნელოვანი და საინტერესო. შესაბამისად, მთელი ეს მოგზაურობა ამ შემთხვევაში ავთანდილის და ტარიელის ძებნა და მისი პოვნა შეგვიძლია დავინახოთ და დავანახოთ ჩვენს თავს, მოსწავლეებს და ასე შემდეგ სხვა დანარჩენ ადამიანს, როგორც ტოლერანტობის ერთი ირიბი, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტი. ზოგადად ლიტერატურა ირიბი ენით მეტყველება, ეზოპეს ენაა დიდწილად და ბუნებრივია ჩვენ ამ ენის გაღების და ამოცნობის გასაღებების ძებნა გვჭირდება უმეტესწილად და ბუნებრივიც არის, რომ ის ძირითადი ტექსტები, რომელიც ამ შემთხვევაში თუნდაც ქართული ლიტერატურის ავიზიტო ბარათად ითვლება, ყველაზე უკეთესი იარაღია ჩვენთვის. მაგალითად, იგივე აულდა ქეთელაურის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ძალიან ფრთხილად ბეწვის ხიდზე გავლით, ბუნებრივია, მაგრამ მოსწავლეებს დავანახოთ, როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც პრინციპში გადააბიჯა ყოველგვარ სქემატურ ზღვარს და ის ვერ იქნება კლასიკური მოქალაქე და როგორ აულდა ქეთელაურის როგორც ჩვეულებრივი ყოფითი ჩემნაირი ან სხვანაირი მოქალაქის დანახვა სრულიად წარმოუდგენელია, ოღონდ მისი ქმედებით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ძალიან ბევრი ნიუანსი ამჟამინდელი ყოფისაც და მომავალი ყოფისაც. მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენგანი პირდაპირ მნიშვნელობით ვერ აღვასრულებთ, ან ძალიან ძნელად აღვასრულებთ იმ ცნებას, რომელიც აულდა ქეთელაურმა კიდევ უფრო რაღაც თვალსაზრისით მაღალ საფეხურზე ავიყვანა, მან არათუ შეიყვარა თავისი მტერი,
არამედ ამ სიყვარულით რეალურად საკუთარი თავით შეიძულა და გაწირა. მიუხედავად იმისა, რომ ალუდა ქეთელაური ხედავს იმდენივე სიმართლეს, რამდენ სიმართლესაც ამ შემთხვევაში იგივე მოვახედავდა. მან იცის, რომ თემის სამართალიც სამართალია და საკუთარი სიმართლეც სიმართლეა. და ასეთი რაკურსით თუ ჩვენ ამას დავინახავთ და არა მაინც პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა შევძლოთ და მაგალითად თქვათ ის, ვინც სახეში გაგვილაწუნებს, ამ შემთხვევაში მეორე ლოყა მიუშუროს, რაც ძალიან რთულია. შეიძლება სასურველი, მაგრამ ძალიან რთული, არამედ ისე, რომ ეს არის ერთგვარი მაგალითი ადამიანობიდან დროებით ამოხტომის და ისეთი ტიპის თუ შეიძლება ასე ითქვას ადამიანადვე ქცევის, რომლის ადგილი არის მომავალში. ასე რომ ალუდა ქეთელაურის სწორხაზოვნად განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება ვიღაცას ეჩვენებოდეს, რომ ალუდამ გაიმარჯვა თემზე როგორც იდეამ და შეიძლება ხშირად სკოლაში ჩვენ ვამბობდეთ, რომ მაგალითად მარიტამ გაიმარჯვა დღეს თემზე და ეს ძველი დროის ამბავია და მაშინ ხდებოდა ასე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. რეალურად პრობლემა ისევ პრობლემად რჩება და დარჩება ყოველთვის, უნდა ვაღიაროთ, სანამ არსებობს განსხვავებული ადამიანი. ჩვენ ალუდას უნდა შევხედოთ როგორც განსხვავებულ ადამიანს ამ შემთხვევაში და ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს არა პირდაპირ სქემატური ემპათია მის მიმართ, რომ ჩვენ უნდა მსგავსები ვიყოთ მაინდა-მაინც ალუდას, ეს ძალიან ძნელია. არამედ ის, რომ მას აქვს არსებობის უფლება, მით უმეტეს თუ ის ხედავს სხვადასხვა სიმართლეს. შესაბამისად, თუკი ჩვენ ალუდას დავინახავთ და ყოველთვის ძალიან სახიფათოა აი ეს ტერმინი იდეალური პერსონაჟი. იდეალურ პერსონაჟად აქ უკვე ჩვენ მოვუწყდებით რეალობას. იმიტომ რომ იდეალური მოცემულობები ლიტერატურისთვის არის უცხო მოცემულობები. ლიტერატურა არ იწერება იდეალურ ადამიანზე და საერთოდაც ყველაზე უფრო დიდი ლიტერატურული ტექსტი გარდა მისი საკრალური მნიშვნელობისა გულისხმობ ბიბლიას არის ხაზგასმით მითითება იმაზე, რომ ადამიანმა უნდა თავისი მოქალაქეობის დროს და თავისი ადამიანად ყოფნის დროს დაინახოს თავისი სიკოჭლე, რომ ყველა ჩვენგანი ვართ რაღაცით კოჭლი და ის ძალიან ცნობილი შერკინება ამ შემთხვევაში გულისხმობ იაკობის და ღმერთის შერკინება სიზმარში, როდესაც ღმერთი დააკოჭლებს. იაკობს არის ამისი ქრესტომათული მაგალითი და მითითება ადამიანებისთვის იმისა, რომ მათ გაითვალისწინონ საკუთარი სიკოჭლე. ამას ვერ ახერხებენ შემდეგ უკვე სხვა პერსონაჟები და ისინი ყოველთვის ისჯებიან. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს შეიძლება ამის როგორც წინასწარ განსაზღვრული მოცემულობის, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საზღვრები, რომელსაც ლიტერატურა გვიწესებს. ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ არის თავისუფალი არსება, ამავდროულად ადამიანი ტაბუს არსებაც არის. და თუკი ჩვენ მაინდა-მაინც გამოცვლილით შევხედავთ აი ამ სამყაროს, მათ შორის ლიტერატურისგან ნაკარნახევ სამყაროს, მივხვდებით, რომ გარდა თავისუფლად ყოფნის ნიშნისა, ტაბუმაც შექმნა ადამიანი. და რეალურად ეს ტაბუები და ეს წესები, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის შემდეგ წლების მერე სამოქალაქო კოდექსად იქცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არის ის, რაც ჩვენ ფრთხილად და მეტნაკლებად სწორად ცხოვრების წესს ვკარნახობს. ანუ უკეთეს მოქალაქედ ქცევის წესს ვკარნახობს. ჩვენ შეგვიძლია ძალიან ადვილად მოვძებნოთ უამრავი ტექსტი, რომლის პერსონაჟი პირდაპირ მნიშვნელობით ვერ იქნება თანამედროვე კარგი მოქალაქე, მაგრამ მისი ქცევების ანალიზი, მისი ქცევების ნიუანსების აღება და რაღაც თვალსაზრისით მისი გათვალისწინება, თუნდაც ინტერპრეტაციით, როგორც ვთქვათ, აი წინა მაგალითების შემთხვევაში ან სხვა დანარჩენი უამრავი მაგალითის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გამოგვადგეს როგორც კარგი სახელმძღვანელო იმისთვის, თუ როგორ უნდა შევაკოწიწოთ ჩვენი თავი ამ შემთხვევაში გარდა ვთქვათ ზურგის ტვინით, ბრჭყალებში ნაკარნახევი სამოქალაქო შეგრძნებისა, კარგ მოქალაქედ ადამიანი მართლა არის ტექსტების ჯამი და ლიტერატურა მართლა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც კარგი საშუალება იმისა, რომ უკეთესები გავხდეთ. ლიტერატურა არ არის ამისი რეცეპტების წიგნი. ლიტერატურა არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომლის თქვათ აქნევის შემდეგ ჩვენ
იმთავითვე გადავკეთდებით უკეთეს მოქალაქეებად, მეტიც რეალურად დიდაქტიკური ლიტერატურის როლი დღეს ვერ იქნება შესაბამისი, იმიტომ რომ ყველა ტიპის ტექსტს მაინც საკუთარი კონტექსტი აქვს, მით უმეტეს თუ ის ასეთი მოცემულობით არის განსაზღვრული, მაგრამ ლიტერატურა შეიძლება იქცეს ბრწყინვალე მაგალითად დაკვირვების შემთხვევაში საკუთარი ცხოვრების გაანალიზების. ლიტერატურას აქვს ერთი სერიოზული უპირატესობა, სხვადასხვა ვთქვათ დარგებთან შედარებით ცხადია მე ეს უპირატესობა უკვე გამეორებულია მაგალითად კინემატოგრაფში, მანამდე იყო თეატრში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის გვთავაზობს საოცარ ამბავს, რომ ჩვენ დავიბადოთ, გავიზარდოთ, ვიცხოვროთ და მეტიც შევიგრძნოთ ის, რისი შეგრძნებაც არსებითად ჩვენთვის გაუგებარია, ანუ გარდავიცვალოთ სულ რაღაც საათების განმავლობაში. გულისხმობ იმ პროცესს, როდესაც ჩვენ გამოვდივართ ჩვენი არსებიდან და შევდივართ პერსონაჟში, როგორც საკუთარ თავში. შესაბამისად, აი ამ პერსონაჟში ცხოვრება ჩვენ გვაგრძნობინებს ცუდსაც და კარგსაც. როდესაც ჩვენ ცხოვრობთ აუდაში, ავთანდილში, ციციკორეში, მარიტაში და სხვა დანარჩენ პერსონაჟებში, ჩვენ ვართ ეს პერსონაჟები. ჩვენ ვხედავთ ამ პერსონაჟების ბევრ სიმართლეს და ჩვენ ვიცით, რომ ეს ბევრი სიმართლე, ყველა სიმართლე არის თავის, ვთქვათ, სივრცეში ლეგიტიმური და ჩვენი არჩევანი იქნება განპირობებული ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობის შერწყმით. და ამ მოცემულობების შერწყმა არის ბუნებრივია სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. გულისხმობ იმას, რომ ვიცოდეთ სამოქალაქო კოდექსი, ადამიანის უფლებათა კოდექსი და მეორე მხრივ თავისუფლად ვკითხულობდეთ ლიტერატურას. შეიძლება ადამიანი მოვიდეს კონფლიქტში ამ ტიპის კოდექსებთან და ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება სტერილური და მაშინ იქნება ის ადამიანი ისეთი, როგორიც იქნება. მაგრამ თუ კი ადამიანს აქვს უკეთესი მიდრეკილებები ვიდრე პირიქით. ბუნებრივია ის აი სწორედ რაღაც ტიპის საბაზისო ცოდნაზე დაყრდნობით ძალიან ადვილად დაინახავს ლიტერატურაში, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ. მიუხედავად შეიძლება ზოგიერთი ავტორის უცნაური ბიოგრაფიისა, მაინც არის ჰუმანისტი ადამიანის მიერ დაწერილი ჰუმანიზმის პრინციპით ტექსტები. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ბიოგრაფიისა ავტორის და მიუხედავად თვითონ ტექსტის ზოგადი შინაარსისა, მოსწავლეს და ჩვენს ადამიანებს, რომლებიც ახლა ვკითხულობთ, შეგვიძლია ძალიან ბევრი ნიუანსი დავინახოთ. ოღონდ მთავარია, ნუ წავიკითხავთ ლიტერატურულ ტექსტებს პირდაპირ, როგორც რაღაც ტიპის სქემატურ სახელმძღვანელოებს. ნუ გვეგონება, რომ ყველა გმირი, ან თითქმის ყველა გმირი არის კარგი მოქალაქე. უბრალოდ ჩვენ დავინახოთ ჩვენი სიმართლე და ჩვენი რაკურსი ამ გმირებში. დიდი მადლობა.